კვლავ ეთერშია. რამდენიმე დღეა მთავრობის კანცელერიასთან მიმდინარეობს მოშიმშილეთა აქცია საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანისათვის. აქციას მართავს პოლიტიკური პარტია პატრიოტთა ალიანსი და მისი ლიდერი ირმა ინაშვილი. მე-13 დღეა ჩემთვის შიმშილობის ექიმის ზედამხედველობის ქვეშ ვარ და აუცილებელია რამდენიმე დღით გავეთიშო ამ პროცესს, ანუ გადასხმები გამიკეთდეს და სამშაბათიდან ისევ შემოუერთდები შიმშილობის აქციას. ჩვენ ვაპირებთ გავაძლიეროთ ჩვენი საპროტესტო აქცია, მოშიმშილეების რიცხვი გაიზრდება და დავუმატებთ ჩვენ ამ ფორმას პროტესტის კიდე სხვა ფორმები. ამ თემაზე ჩაგვერთვება ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი გიორგი მარშანია. გიორგი, ირმა ინაშვილმა შეწყვიტა შიმშილობა, ხოლო აქციის 100-მდე მონაწილე აგზელებს შიმშილს. როგორ აფასებს ამ ნაბიჯს თავად ქალბატონი ირმა, რამდენად სწორი იყო ასეთი გადაწყვეტილება? ალეკო, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ქალბატონი ირმას გამტყუნება არ იქნება სწორი. შიმშილობის მე-13 დღეს აქციაზე შემთხვევით ერთადერთი რინგერის ხსნარი აღმოჩნდა და ისიც თავის თავზე აიღო ქალბატონმა ირმამ, როგორც ნამდვილმა წინამძღოლმა. ამ დაბრკოლებას აქციის მონაწილეებზე ვერ გადავტეხავდი. გიორგი, კონკრეტულად რა ცვლილებებს ითხოვენ ალიანსის წევრები საარჩევნო კოდექსში? ალეკო, მე როგორც მივხვდი, აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ საგარეჯოს არჩევნებთან ერთად სხვა ყველა არჩევნებიც, რომლებსაც პატრიოტთა ალიანსი წააგებს, გაყალბებულად ჩაითვალოს. და ამის გარდა სხვა მოთხოვნა არ აქვს? კი, ალეკო, სხვა მოთხოვნაც აქვთ მოშიმშილეებს, ითხოვენ, რომ სასწრაფოდ დაიხუროს კანცელარიის შენობასთან, რომ სახაჭაპურია ის. იმიტომ რომ ეს აშკარა პროვოკაციაა. გიორგი, თუ ამ აქციამ შედეგი არ გამოიღო, ალიანსის წევრები პიკეტირების მოწყობით იმუქრებიან და მაინტერესებს, შეძლებს ეს ნაშიმშილები ხალხი პიკეტირებას და წინააღმდეგობის გაწევას? როგორც ვიცი, ამ საკითხში მთავრობა გვერდში დაუდგა პატრიოტთა ალიანსის წევრებს და შეპირდა, რომ ძალთა ბალანსისთვის პიკეტის დასარბევად ისინიც მხოლოდ ნაშიმშილებს სპეცრაზმელებს გაუგზავნიან. ისე მაგარი პარტია ეს ჯერ არ მოსულა მთავრობაში და უკვე 100 კაცს აშიმშილებენ და მთავრობაში რომ მოვლენ ალბათ დანარჩენებსაც მოგხედავენ. რას ამბობ გიორგი? ეს იყო ჩვენი კორესპონდენტი გიორგი მარშანია.